თეოდორე სტუდიელი, სამშაბათსა შუა მარხვათასა, საშინელისა მის დღისა სასჯელისა და მერმისა მისთვის მოსაგებელისა. გვაკურთხენ მამაო. ძმანო და მამანო და შვილნო, უკვე თუ უნდო ისა ამის სწავლისა ჩემისაგან ირგებთ რასამე თქვენ, ვერ ძალმიც თქმათ, ხოლო მე გლახაკი ესე თავისა ჩემისათვის აღვიარებ, რამეთო ფრიად სარგებელ მეყოფის, რამეთო თქვენ და მომართ მოხსენებითა თავისა ჩემისა გულისხმის ყოფად მოვალ და განფრთხობად და შიშად სასჯელთა ღვთისათა, ზედამდებარესა ამის უღირსებით წინამძღვრებისა. აც უკვე დაღაცა თუ სხვა არავინ, არამედ რათა თავი ჩემი გონიერ ვყო, ვიხმიე და ვიხმიოცა თქვენ და მიმართ სიტყვაი მოხსენებული. ვეკრძალნეთ ძმანო, რამე თუ ჟამი ღვაწლთა არს პატიოსანი ესე ქადაგებისა მარხვისა, უფრო ზღავ თქვა ვითარმეთ, ყოველივე ცხოვრება ჩვენი ჟამი არს ღვაწლთა და ჭირთა და ოფლთა არამცირედ ჟამისად და კნინოდენთა, არამედ მრავალ ჟამისათა და სამარადისოთა და საწუთოისა ამისთანა დასრულებადთა. და არცა კვალად მცირედთა და უნდოთა და კაცობრივთა საქმეთა მიმთხვევისა, გინა დაჭირებისათვის არს დიდი ესე დასაბამი ღვაწლი, არამედ საღმრთო მათ და ზეცისათა, რამე თუ რომელნი მივემთხვივნეთ ძლიერითა მოღვაწებითა და სამარადისოითა მოთმინებითა და დაცვითა წმიდათა მათ მცნებათა სასუფეველი ცათა და უკვდავება და ცხოვრება სამარადისოი და გამოუთქმელი და მიუწდომელი და მოუგონებელი საუკუნეთა მათ კეთილთა საშვებელი დავიმკვიდროთ. ხოლო რომელთა დაგვჭირდენ, რომელი ესე ნუ იყოფინ უდებებითა და დახსნილებითა და სურვილითა სოფლისა საქმეთათა და სიყვარულითა საწუთოისათა და წარმწყმედელთა და განმხრწნელთა გემოთათა, მოვიღოთ სატანჯველი საუკუნოი და სირცხვილი დაუსრულებელი და მარცხენით კერძოი იგი ნაწილი და გვესმას მსაჯულისა მისგან და ღვთისა და მეუფისა ყოველთასა საშინელი იგი და მოუთმენელი ხმაი, ვითარმეთ წარვედით ჩემგან წყეულნო ცეცხლსა მას საუკუნესა, განმზადებულსა ეშმაკისათვის და ანგელოზთა მისთათვის. არამედ ნუმცა სადა გვასმიეს ხმაი ესე შვილნო და ძმანო ჩემნო, და ნუმცა მოწევნილარს ჩვენზე და საწყალობელი იგი და მიუთხრობელი განყოფა წმიდათაგან და მართალთა, რაჟამს იგინი წარიყვანენ სიხარულსა გამოუთქმელსა და ნათელსა მიუწთომელსა და ფუფუნებასა განუძღობელსა, რამე თუ იტყვის ვითარმეთ, ინახით იდგმიდან აბრაამისთანა და ისააკისთანა და იაკობისთანა. ხოლო ჩვენ წარვისხნეთ ეშმაკთა თანა უკეთორთა, რომელთაცა ვერჩდით და მონებდით ცეცხლსა მას დაუშრეტელსა და დაუსრულებელსა მას და წამლიანსა მატლსა და ღრჭენასა კბილთასა და დანახეთქსა მას დიდსა და ტარტაროსსა დაუთმენელსა და საყვრელთა მათ განუხსნელთა და ქვესკნელთა მათ წოდიათთა. და ესე არა მცირედ ჟამ არცა 1 წელ, არცა 100 წელ, არცა 1000 წელ, რამე თუ არცა თუ არს დასასრული სატანჯველთა, ვით არ იგი გონებენ ორიგენიანი, არამედ დაუსრულებელ არიან და სამარადისო განჩინებისაებრ უფლისა, რამე თუ სადა უკვე იყოს მაშინ სიტყვისაებრ წმიდათასა, მამა ანუ დედა, ანუ ძმა მხსნელად, ანუ მეხვაიშნეთ, არასადა რამე თუ იტყვის ძმამან ვერ იხსნას, იხსნესსა იგი კაცმან, არა მისცეს ღმერთსა სახსარი თავისათვისისა, არცა სასყიდელი სახსრად სულისათვისისა,
ხოლო მე შევსძინო სხვაი და მცირედთაგან დიდთა მიმართ აღვიდე. სადა უკვე იყოს მაშინ ძმანო ჩემნო დახსნილთა დახსნილობა და უდებთა უდებება, ანუ მაცილებელთა მაცილებლობა და ურჩთა ურჩება და ამპარტავანთა ამპარტავნება, ანუ კადნიერთა კადნიერება, ანუ თვითსჯულთა თვითსჯულება, ანუ ნაყროვანთა ნაყროვანება, ანუ თავხედთა თავხედობა, ანუ შურისმგებელთა შურისგება, ანუ ტყუილის მეტყველთა მრავალმიზეზი იგი მიზეზი. და რა ვთქვა უმძიმესი, სადა იყოს მაშინ უარისყოფელთა უარისყოფა აღთქმისა და მორჩილებისა, წინაშე მრავალთა მოწამეთა აღთქმულისა ღვთისა მიმართ, რომელთა იგი ძეღვთისა დათრგუნავს და სისხლი იგი აღთქმისა არაღირსად შერაცხეს და ზრახეს ესრეთ ვითარმეთ, არა არ სიკვდილი, არცა აღდგომა, არცა სასჯელი და მიგება საქმეთაებრ. განეყენეს სულისა მიერ წმინდისა შეკრებულთა და დაკვეთებულ ყვნეს თავნი თვისნი სულისა წმინდისაგან, ვითარცა დაწერს მათთვის წმინდა ბასილი და იტყვის. ვითარმეთ აქა და იქი შეცდომილნი მსგავსად პირუტყუთასა მიმოეკვეთებიან კაპანთა და მთხრებთა თვისთა გულის თქმათასა და არაკმა იყოფდნენ აქამომდე ხოლო მხეცთა მიერ განრყვნასა თვისა. არამედ ყოვლითურთ განლევა და წარწყმედა თვისნებავს სრულიად და არცა ხმასა სიმდაბლისა ჩვენისა საყურად იღებენ, არცა მხილებას წმინდათასა, რომელი უჩვენებენ უმჯობესსა და კეთილსა და მათგან მან ვინმე ჰურიაებაცა აღირჩია და სოფლიოთა სამსჯავროთა წარდგინებայի ჩვენი ხელყო. არამედ წყალობა ჰყავ უფალო, წყალობა ჰყავ ესე ვითარისა ამის ულმობელობისა და შეურაცხებისა და სიბნელისა მათისათვის. ხოლო ჩვენ შვილნო, მოვედით თაყვანივცეთ და შეურდეთ წინაშე უფლისა შემოქმედისა ჩვენისა და მათთვის ვითარცა ძმათ მოყვარეთა, ვილოცოთ და ვითხოვოთ მოქცევაი და ცხოვრებაი მათი, ხოლო თავთა ჩვენთათვის ჯეროვან განვაგოთ და უმჯობესისა მიმართ წარვემართნეთ და უდებებითა თანაწარსულთა სათნოებათათვის შენდობა ვითხოვოთ. რამე თუ რაიცა ვთქვათ, წუთხა სტადიონსა შინავართ და ბაქსა შინავს ცხონდებით და მისვე მწყემსისა მიერ ვიმწყემსებით. დაღაცა თუ მრუმედ მხედველ ვართ და არღა წარუტყვენავთ ჩვენ ეშმაკსა, არცა ხელ უსხამთ წინააღმდგომთა, არცა საჭმელად მიუღებივართ ბძვინვარესა მას მხედსა, რამე თუ არა განუყვანებივართ ეზოისაგან, არცა უპყრიეს ქედი ჩვენი, დაღაცა თუ სცემს ასოთა სულისა ჩვენისათა კუდითა მით მანქანებათა მისთათა, არამედ ვითარცა ცხოვარნი ქრისტესნი შინაგან შეზღუდვილ ვართ. დაღაცა თუ ოდესმე უძლურ ვიქმნებით, გინა მკელობელ, ანუ თუ მატლოვანცა, ანუ თუ სხვა რაიმე ვნება შეგვემთხვეოდეს, გარნა მას ყოველსა ზედად დგას გარეშე ბრძოლი იგი ჩვენი და ბრძნობს და ხელოვნობს და ეძიებს, რათა ამცა ვინჩთან თქვა. ხოლო თუ ვითარ ესე იგიარს, განვირავიდეს თავისათვისისაგან, ანუ თუ განიჭრეს დაფარული სარაისა მეხვრელისაგან გულის სიტყვათასა, ანუ სარკმლისაგან ვნებულად ხედვისა, ანუ დანახეთქისაგან სიტყვიერისა მიზღუდისა, ამათ განვიცდიდეთ და ესე ვითართა ამათ შინა, ნუმცა უმეცარ ვართ ვნებასა მხდომისასა და თითოეული ძალისაებრ თვისისა და მისდა მიცემულისა მსახურებისა წარემართენ და ისწრაფენ წარმატებად სიმდაბლესა შინა, მორჩილებასა და ახსარებასა დაფარულთა გულისა და გონებათასა, სინანულსა, ლოცვასა და ცრემლთა, მუხტ დრეკასა შინა ფსალმუნებასა, ხელთ საქმარსა, სიყვარულსა,
სიწმინდესა და ყოველსავე შინა მოქალაქობასა და ქცევასა კეთილსა ჭურად რჩეულად ქრისტესა გამოჩნდებოდნენ და ძედ ნათლისად იწოდებოდნენ. ჰე ძმანო ჩემნო, გლოცავ და გევედრები, ისმინენით უძლურნი ესე სიტყვანი სიგლახაკისა ჩემისანი, რამე თუ მცირე დღა და წუთ ერთ მოწევნულ არს ჟამი და მოახლებულ არს წელიწადი სიხარულისა და გამოხსნისა და განთავისუფლებისა და გვირგვინთა და მოსაგებელთა ჩვენთა და კნიღა და ყოველნი წმინდანი და უფროსღა ერთსახენი თქვენი, რომელ არიან მორჩილნი, ახა ესერა ზეცით გარდა მოხედვენ წარმატებასა თქვენსა და უხარის და მხიარულ არიან, რამე თუ უყვარს თვითოეულსა მწყობრსა მართალთასა ერთ სახე იგი გუნდი მათი, უფროს სხვათასა მოღვაწე შეძინებად და აღორძინებად მათ და ხვედრებულსა მას ნაწილსა, რათა უმრავლესნი იყვნენ ერთბამად და უგალობდნენ და აქებდნენ ნეტარსა მას და წმინდასა სამებასა, რამე თუ მისა შვენის ყოველივე დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულით წმინდით ურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.